მოგესალმებით ძვირფასო მაყურებელო, ეთერშია მეგი საჯაია სამედიცინო პოდკასტი და დღეს ჩვენ სტუმრად გვყავს ყველასთვის საყვარელი ფსიქოლოგი ბატონი ზურა მხეიძე. ბატონ ზურა, მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. დღეს ძალიან საინტერესო თემაზე უნდა ვისაუბროთ. ეს არის ექიმებისა და პაციენტების ურთიერთობა, სტრესის მართვა, გართულებული კომუნიკაციის პირობებში და ზოგადად სწორი კომუნიკაცია, როგორი უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია ექიმსა და პაციენტს შორის. ზოგადად ქართველებს გვაქვს ასეთი ფენომენი, საკმაოდ უცნაური, ექიმი ან ღმერთია, ან შეიძლება რაღაც შეცდომის გამო, რაღაც წყენის გამო უბრალოდ მტრად აღიქვა ადამიანებმა, ვინც მას აკითხავს სამედიცინო დახმარების მისაღებად. რატომ გვიჭირს იმის აღქმა, რომ ექიმიც არის უბრალოდ ადამიანი? მოდი კითხვას მე დაგისვათ ახლა, რატომ ქართული ფენომენი? და რატო ვამბობთ, რომ ქართულია, იქნებ სხვაგანაც არის. უბრალოდ საქართველოში ძალიან მკვეთრად გამოიკვეთა ეს ურთიერთობის პრობლემა ბოლო წლებში. წერია, რამდენი ჩივილია ურთიერთობის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიარდობით. ეს იგი ქართული ფენომენი არ ყოფილა. და როცა ჩვენ ამ სიტყვებს ხშირად ვიყენებთ, დააკვირდით, რომ ვურტყავთ, გეგონება მარტო ეს ჩვენ საზოგადოებას ჭირს რაღაცა და ყველა ჯამთელია და ეს წარმოდგენები არსებობს ხალხში. და არასწორი წარმოდგენებია და ამიტომ ქართული ფენომენი არ არის. სოფლიოში ასეა. ესეა და გასაკვირი არ არის. ნახეთ, გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ჯანმრთელობის, მოდი ესე ვთქვათ, ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა პაციენტისთვის არის განგაში. განგაში თავისთავად ეს არის ძალიან დიდი შფოთვა. სხვათა შორის ძალიან საინტერესოა, რომ შფოთვის შეიძლება თვითონ პაციენტი არ განიცდდეს, მაგრამ მისი ახლობლები უფრო მგრძნობიარეები არიან. მას იმუნიტეტი შეიძლება ქონდეს, ხო? ამიტომ ეს არის ბუნებრივი მდგომარეობა. აქ ხელოვნება არის ექიმის მხარეს, ექიმის მხრიდან. ბოლო-ბოლო რო ავიღოთ, ის ხელფას ღებულობს ურთიერთობაში პაციენტთან, ურთიერთობაში პროფესიონალურში, ხო? პაციენტი არ ღებულობს ხელფას ექიმთან ურთიერთობა როგორ არის. პაციენტი იხდის, ხო. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ტვირთი, რომ რთულ სიტუაციებში მეტი მოეთხოვება ექიმს. გასაგებია. რა თქმა უნდა, თუ შეგნებული პაციენტი ყავს და რა ქვია, ეგეთი განათლებული და ასე ვთქვათ, გაგებული ძალიან კარგია, მაგრამ ახლა მაგის ალბათობა, რომ ეგეთი პაციენტები შეგხვდებათ სულ გამორიცხული. ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვისაუბროთ კომუნიკაციის. ამიტომ რომ ნახეთ თეთრ ხალათს აქვს, თვითონ ეს მე ექიმები ჩვენ ქართული სამედიცინოს ისა, ხო? თეთრ ხალათს რო იცმევენ, უკვე თავს თვითონ განაკუთვნებენ ელიტას. ავტომატურ რეჟიმში. და აქედან გამომდინარეობს ზოგიერთი ექიმის პოზაც? პოზა არის, იმიტომ რომ თვითონ ფორმა გაძლეს და თან ნახეთ რა არის. მაგ დროს როცა ავანტყოფი მოდის, ავანტყოფის სტატუსს უკვე მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ შენ ხდები წამყვანი პირი, ხო? ეხლა ის იქნება მილიონერი, იქნება თუ პრემიერ-მინისტრი, იქნება თუ მინისტრი, მნიშვნელობა არ აქვს, შენ ხელშია. ახლა ძალაუფლების განცდაა, ხო? პრინციპი. თუმცა თანამედროვე კომუნიკაციის სტანდარტებში ეს მიდგომა შეიცვალა, იყო წინა საუკუნეში იგივე თუნდაც პატერნალისტური მოდელი, სადაც ექიმი იყო უპირატესი და არც კი ხსნიდნენ ექიმები ვთქვათ ამა თუ იმ გადაწყვეტილებას რატო იღებდნენ. დღეისათვის არის მიდგომა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობა არის წამყვანი. სადაც თქვენ ლაბარაკობთ, რაც წერია დეკლარაციაში. ანუ ისაც არის, რაც წერია, ისე არ არის. ეს არის ჩვეულებრივი დამოკიდებულება. აზერბაიჯანულ ენოვან რეგიონში ორი ყველაზე დიდი ავტორიტეტია პროფესიულად, რომელიც ვიცით, მასწავლებელი და ექიმი. მასწავლებელი და ექიმი, აი მე მარნეულის მხარეს კი ვუბნევთ, ყველაზე პრესტიჟულია. იმიტომ რომ მე მას უნდა ვუსმინო და იმისგან ვისწავლო რაღაცა მასწავლებელს. და იმიტომ რომ ექიმს უნდა მოვუსმინო, რომ მე ჯანმრთელი ვიყო. ეს დამოკიდებულება. შესაბამისად პაციენტი, როდესაც შედის ექიმის კაბინეტში, არის სუსტი, მოწყვლადი, ამ დროს ექიმი არის ავტორიტეტი და ფსიქოლოგიურად რა თქმა უნდა, პოზიცია, ასე ვთქვათ, შედიხარ ექიმთან, რომლისაც არ გჯერა, არის ეგეთი პაციენტები, ვიცი, რომელიც რასაკეთებს, იცით, ჯერ თქვენთან მივა, მე სხვასთან მივა და მე უყურებს, რომელი ექიმი ამოერჩიოს. დიახ, თუმცა მას აქვს ამის უფლება პაციენტს. აქვს, მაგრამ საინტერესო რომ არჩევანს აკეთებს ადამიანურობიდან და არა, იმიტომ თვითონაც ვერ ერგოა, ხო, ეს სიტყვაზე რა უთხრა, ხო, მაგდენ სამედიცინო განათლება არ აქვს,
თუ რაღაც ისეთი არ არის. მაგრამ მარჩევს რომ აი იმის ადამიანი მეტად დამაჯერებელი იყო, მეტად ადამიანური იყო. და არ ჩანს ისე აკეთებს. და ამ შემთხვევის გარდა სხვაგან რო შედიხარ, შენ შედიხარ ადამიანთან, რომელიც ავტომატურად უკვე იმიტომ რომ თეთრ ხალათი აცვია, იმიტომ რომ შენ გიჭირს, იმიტომ რომ ექიმია, შენთვის ის ავტორიტეტია. და უსმენ. და აი ეგაა რომ შევედი მოსასმენად და ვერაფერი რო ვერ გავიგე. რა განცდა მექნება, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ექიმი პაციენტს ესაუბროს არა სამედიცინო ტერმინოლოგიით, არამედ მისთვის გასაგებ ენაზე. ტერმინოლოგიის გამოყენება მარტო ექიმების პრობლემა არ არის, ეს არის ნახეთ დემონსტრირება უპირატესობის, რომ შენზე მეტი ვიცი და რეალურად არ არის დემონსტრირება ეს უპირატესობის. როცა შენ ვერ დაკავს მეორე მხარესთვის გასაგებ ენაზე ეს შენი ცოდნა ხო იმიტომ რომ შენ რაღაცა ის თან აიცით რა ძველი დროსგან განსხვავებით ახლა ინფორმაციის მიმართ ხელმისაწვდომო დიაგნოზი საერთოდ რო ისმება მე თვითონ რაღაც ლათინურ ენაზე ან რაღაცაზე ეს დიაგნოზი არის შენი კოლეგისთვის რო უთხრა რა ჭირს პაციენტს რო ეუბნევი ჯერდი ამით რას ეუბნე მე მაგალითად ერთხელ ნევროპათოლოგთან ვიყავი და რაღაცები მიკაკუნეს ნუ ჩაკუჩები და თან ისაო სადღაც გამაგზავნეს კიდე უფრო მაგარ კომისიაზე და წავიღე დიაგნოზში რაც წერია რატომ და წერია ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანების ნიშნები სანამ იქამდე მივედი ნუ ცუდად ვარ ხო რა ცენტრალური ნერვული და არა გიხსნეს არაფერი არ მომხსნეს მომცეს ეს ხელში ვკითხულო რომ მივედი ნუ იქ კომისიაზე რა ვიცი რაღაცები კიდე აკეთეს რაღაცას ერთმანეთს ეუბნებიან ააქო არა ააქო ისიც არ ვიცი რომ აქ ისაა კაი თუ რო არ მაქვს ისაა კაი და საერთოდ ხო ეს რა არის მეთქი მათ ჩუტყვავილა გქონდაო კი ხო და ჩუტყვავილა ცვლისო რაღაც დიპლოიდურ კომპლექტ შეკაი ადამიანო ხა ჩუტყვავილა მქონდა არ მქონდა მე მითხარი ისეთი რაღაცა რომ სანამ იქამდე მივედი სტრესში ვიყავ ხო ჩემთვის გაუგებარია ეს გაუგებარი ამიტომ ექიმის ფუნქცია არის გასაგები გახადოს გასაგები მისი ინტერესია ექიმის ინტერესია მარტო პაციენტის ინტერესი არა იმიტომ რომ მაშინ იწყება თანამშრომლობა როგორ მე თანამშრომლებით როცა ვერაფერი ვერ გაიგეთ ასე ვთქვათ რა გითხარით ასე რომ თუ ამაზე ლაპარაკი პროფესიონალურ მხარეზე ლაპარაკი ეს ჩემი ამოცანა როგორც ექიმი გასაგებად გავხადო ასე ვთქვათ იქით ამ მხარისთვის რას ლაპარაკობ და რატო ლაპარაკობ ძალიან მნიშვნელოვანი. და თქვენ ახლა მოიყვანეთ მაგალითი, როგორ რეაგირებს ამაზე პაციენტი, როდესაც მისთვის გაუგებარია ის დიაგნოზი ან თუნდაც მოსალოდნელი დიაგნოზი, რაზეც ექიმი ეჭვობს. მოდი ვნახოთ რა შეიძლება და გამეკეთებინა ახლა ეს სიტუაცია. ეს დიაგნოზი მე შევიყვანდი საძიებო სისტემაში. ახლა ნახე რას მივიღებდი. მე უნდა მეკითხა რას გამო შეიძლება იყოს. ის ჩამომიყრე და რაღაც მილიონი ნახევარი რაღაცას დაზიანებების რაღაცას. უფრო დაიბნეოთ. მე მკითხი, ხო, ესე. იმიტომ რომ ინფორმაცია თქვენ თუ კარგად მოიძიებთ, ურთიერთგამორიცხავ ინფორმაციებიც არის. ბევრი. აი, ხო, ცნობილია D ვიტამინი რო კარგია, მე შემიძლია ამოგიღოთ მასალები, სადაც იმის მიღებას არ გირჩევენ. ესენი გირჩევენ, ისინი არ გირჩევენ. და ასეთი ურთიერთგამორიცხავი იმდენია, რომ უკვე ხდება გადატვირთვა ინფორმაციული. დიახ. და მე გამოდის, რომ ჩვენ ინფორმაციას კი არ ვიღებთ, რომელიღაცა მხარეს ვირჩევთ. ნუ ან ამას უნდა დაუჯერო, ან იმას უნდა დაუჯერო. ამიტომ კურნალობის სირთულეც შეიქმნა, ხო? ერთ ექიმთან მიდიხარ, ერთს გეუბნება, მეორეს გეუბნება. და რა უნდა ქნას ამ დროს პაციენტს? ხო და ნუ ამიტომ ვამბობ, რომ ცოდო ეს პაციენტი, ხო? საერთოდ მე პაციენტებს ურჩევ ხოლმე, რომ რომელიმე ექიმი აირჩი და მიყევი და იმის რევიზიას თავი დაანებ. რატო იცი? სხვას რო კითხო, ის გეტყვის, რომ ეგ არ უნდა გაიგეთებინა იმას. მე ცოტა არა კოლეგიალობასთან ხომ არ მივდივარ ჩვენ სანამ გადაცემის ჩაწერას დავიწყებდით ვისაუბრეთ ამაზე. თვითონ ექიმების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ და ძალიან ცუდი ფაქტებიც ძალიან ხშირია ჩვენს რეალობაში, როდესაც ექიმი რომელიც ეს რატომ გააკეთეს, დაგუპეს და ასე შემდეგ. ერთი კლინიკა მეორეზე ლაპარაკობს ცუდს, ერთი ექიმი საუბრობს მეორეზე ცუდს და თვითონ სამედიცინო საზოგადოება მათ ხომ არ განაპირობა ის, რომ დღეს პაციენტებს აქვთ უნდობლობა ექიმების მიმართ. განაპირობა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ესენი ხო ამ ფაქტებს აწყდებიან, რა. მე მაგალითად ვამბობ, რომ ერთი ექიმი მეორე ექიმს აკებს, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მკვდარია ისა, მე ამბობს, რომ მაგარი იყო, ან თქვა ძალიან მოხუცითუა და რა. სხვა ვარიანტში ეგრევე კონკურენტად აღიქვას. იმიტომ რომ აქაც შეხედულება, ნუ ეს მესმის ეკონომიკური შეხედულება ძირითადად
პაციენტი მისთვის არის შემოსავალი. ანუ 10 პაციენტი მყავს 10 შემოსავალი მაქვს, 14 მყავს 14 შემოსავალი და ეს იგრძნობა. იმიტომ რომ გადამტერება ჩემი პაციენტი თქვენთან რატო წამოვიდა და თქვენ ჩემი პაციენტი თქვენ რატო წაიყვანეთ, ეს მე ხშირად მესმის ექიმებიდან. ეს ეკონომიკური მდგომარეობის გამო არის, სულ შეცვლილია დამოკიდებულება, ანუ ფინანსურ ნაწილზე გადავიდა. ეს რა თქმა უნდა აფუჭებს და ამას რა თქმა უნდა პაციენტიც ხვდება. პლუს ექიმზე დატვირთვას აკეთებს ფარმაცევტის წარმომადგენლები. თქვენ კარგად იცით, ხო? ეს პაციენტებმაც იციან, რომ შეიძლება ყველა მარცის. ყველა მიცის. ვერ მაიცის, რომ წამალს გიწერ, იმიტომ რომ კი არა, ის წამალი უნდა გამომეწერა, იმიტომ რომ იქიდან მე შემოსავალ. ვინც ცოტა პროცესიერი ექიმია, ეგეთიც გამიგია. გიწერს წამალს რეცეპტზე და გეუბნება რომ მე კი გამოგიწერ, მაგრამ ეს არ იყიდო. ესეც ყოფილა. თქვენ შემთხვევაში ყოფილა მსგავსი? ძალიან ახლო შემთხვევაში. ანუ ეს არა, იმიტომ რომ იმან შეასრულა მისი მითითება, ასე ვთქვათ, რომელიღაც ფარმაცევტი წარმოადგენს, მაგრამ გაგაფრთხილა რომ არ გინდა. ან თუ დაგირეკავენ და გითხავენ რომ ეს მედიკამენტი დაგინიშნეს თუ არა, თქვენ უთხარით რომ კი. აი ეს ყველაფერი აფუჭებს ურთიერთობას და მან ძირითადი პრობლემა იცით რაშია? არასწორ მიდგომებში აღზრდის და სწავლების. როგორი უნდა იყოს სწორი მიდგომა ბატონ ზურა? ჩვენ ახლა ახალგაზრდა ექიმები გვისმენენ. ბავშვებთან ნახოთ, ხო? ჩვეულებრივ შვილები ალბათ ყავთ, ექიმებსაც ხო ყავთ, არა? ოღონდ ჩვენ ვეუბნებით რომ ნიშნები კონდეს კარგი. არასწორი მიმართულება. ამიტომ ჩვენი შვილები მე იწყებენ სერტიფიკატების შეგროვებას და ნიშნების შეგროვებას. ნიშნები და სერტიფიკატები ეს არის ორიენტირება ნახე იმაზე შემფასებელს. ეს რა დავაყენოთ საკითხი რომ ცოდნა წამოიღე. აი თქვენ შეხვდეთ სტუდენტებს უთხრათ რომ არ გინდათ არიაროთ შუალედურ გამოცდებს დაგიწერთ ყველას 100 და კიდე არ მოხვიდეთ 90% ბედნიერი იქნება. ხო? კულას პირდაპირ უწევ. არ ატარებ, არ გამოკითხა. და კარგად რომ დაფიქრდეს ის, ვინც ამით ბედნიერდება. ხო მაგარი სულელი. აი უბრალოდ ჩათვალეთ. მოვედით ცოდნის წასაღება და წავიღეთ ცნობა. ბაზარში რომ მიხვიდეთ პროდუქტების საკილად და წაიღოთ ცნობა რომ იყიდეთ პროდუქტები. ეს არის ჩვენი არასწორი დამოკიდებულება. მეორე, რა უნდა განვითარდეს ნებისმიერ დარგში, ხო? პროფესიონალიზმი. შენ უნდა გქონდეს განცდა რომ პროფესიონალი ხარ. თუ აი ეს იქნება ცენტრალური ხაზი, ასე ვთქვათ, ნახეთ, თქვენ არ გააკეთებთ ისეთ რაღაცას, რაც არ ეკადრება პროფესიონალს. პროფესიონალი ხელოსანი არ გეტყვით, რომ იყოს ეს გაკეთებული არავის გაცო. ნახევარი ქალაქი ვერ შეამჩნევს. იმიტომ რომ ის თავის თავს არ მიცეს უფლება რაღაცა გააკეთოს ისე მიფუჩეჩებულად. ამიტომ ძირშია დაშვებული ეს შეცდომა, მე ამას ემატება ეკონომიკური მდგომარეობა, იცით თქვენ რა კითხვა მაგალითად მიდიხარ და დაზღვევით ხარ თუ ისე. და თუ უთხარი დაზღვევით სხვა ფასია, თუ უთხარი არა, ჩემი თუ სხვა ფასია, კი, შეღავათიანი ფასია, შენ რომ მიდიხარ. რა დამოკიდებულება? ხვდებით ხო რატოა ეს დამოკიდებულება? ანუ ბიზნესმა და კომერციამ გააფუჭა დამოკიდებულება. ბიზნესმა და კომერციამ გააფუჭა, მაგრამ იცით რა არის, მე სხვათაშორის მეფიქრია სამედიცინო, მე მიყვარს ისეთი სისტემების, სქემების აწყება სამუშაო ორგანიზაციაში, როცა ამაზე მუშაობ ხოლმე, რომ აკრძალვები არ იყოს. დიახ. ამიტომ აკრძალვა თუ ეს იგი მოთხოვნილება. მე ჯობია ბუნებრივად ისე აღოს სქემა, რომ თქვენ რასაც აკეთებთ, კარგს აკეთებდეთ და თქვენვე გაწყობდეთ. ნახე, ის კი არა რომ ვიღაცის გეშინიათ რომ და აი სამეცნიერო სფეროში ძალიან გაჭირდა. ძალიან გაჭირდა ბუნებრივად აწყოს ის. ერთადერთი გამოსავალი არის თვითონ როგორი პიროვნება ეს ექიმი. და მაგამდე დავდივართ პრინციპში. დავდივართ, იმიტომ რომ თუ თქვენ პროფესიონალი არ კონტროლი გჭირდებათ, არ ვიცი ვირმეს მიუფუჩუჩებთ და ყველაფერს კარგად აკეთებთ და არიან ეგეთებიც. ძალიან ბევრი და არა ძალიან ბევრი არ არიან რა. არ მე ვიცნობ ბევრი ექიმს ასეც და ისინი უფრო ბევრი არიან აქეთ ამხარი ხა თუ ბევრობის იმაზე. იცით როგორ არის, ან ჩვენი გადაცემის დაწყების მიზანიც სწორედ ეს იყო, რომ ვისაუბროთ ღიად
პრობლემებზე და ამავდროულად საზოგადოებას ვაჩვენოთ, როგორი უნდა იყოს კარგი ექიმი, ვაჩვენოთ პაციენტების პრობლემები, ასევე ექიმების პრობლემები და მოვიწვიოთ ის ექიმები, რომლებიც გარდა იმისა, რომ არიან მაღალი დონის პროფესიონალები, არიან კარგი ადამიანები. და როდესაც ხშირად ჩვენ გვეკითხებიან ხოლმე რჩევას, რომ ვისთან მივიდე, აი მაგალითად მირჩიე კარგი ნევროლოგი ან მირჩიე კარგი ტრავმატოლოგი, მეკითხებიან ასევე რომ კარგი ექიმი რო იყოს და კომუნიკაცია რო შევძლო, კითხვის დასმა რომ არ მომერიდოს. მოდი ამაშიც რაღაცა პატარა ხედვა ექიმებისთვის თქვა. აი კომუნიკაცია რა საჭიროა, ასე ვთქვათო და მე ჩემი საქმე ვიცი და ახლა ელაპარაკი ამას 10 წუთში, ხო? სამედიცინო კუთხით შევხედოთ. სამედიცინო კუთხით შევხედოთ. ნებისმიერი ურთიერთობა აი თქვენთან ურთიერთობა თუ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობაზე მე რო თქვენზე გავლენა ვიქონია რაღაც ემოცია უნდა აღვწრო. კი ბატონო. ნულოვანი ემოცია არის ნულოვანი გავლენა. ხო? გამოდის რომ ნახეთ თუ თქვენ მე მოგწონ ვართ მე თქვენზე გავლენა მაქვს სწორე ვარ. დადებითი კუთხით. თუ გეზიზღებით ასევე გავლენა მაქვს, ოღონდ უარყოფითი კუთხით. ხო სწორედ. ეხლა მოდი ნახოთ სამედიცინო კუთხით. თვითონ ხო კარგად იციან რომ ემოციას აქვს თავისი ბიოქიმიური უზრუნველყოფა. ხო? ანუ ენდორფინი, დოფამინი, მელატონინი, კორტიზოლი, ადრენალინი ყველა ხო. ჩვენ რო ავიღოთ და ეს ინექცია გავუკეთოთ ადამიანს, რაღაცა შევიყვანოთ. ეს ექიმს ესმის. ნახე, რაღაცა ნივთიერება შევიყვანე, რომელმაც რაღაცაზე იმოქმედა. და კომუნიკაციის დროს ინექციით არ შემყავს. არასწორი მოქმედებით მე გამოვიმუშავებ. ხო, ეს სტრესში რო ხართ, კორტიზოლი გაქვთ. შფოთვა რო გაქვთ, ხო? აგრესია თუ გაქვთ, ადრენალინი გაქვთ. და შეში. ანუ ესე იგი მნიშვნელობა ქონია. თუნდაც ორგანიზმის ბიოქიმიურ დონეზე კომუნიკაცია. რასაკვირველია. საქმე მაგაში ახლა ქუჩაში რო რაღაცა გამოეკიდოს მეორეს და ჩაარჭოს ნემსი და რაღაცა გაუკეთოს დაიჭერენ და პასუხს აგებს ის იმიტომ რომ თავდასხმა რაღაცა შეიყვანს ხელს. და ეგ ხო სიტყვებით შემიძლია თქვენი ბიოქიმია ცვალ. მით უმეტეს. ხო შემიძლია ინსულტამდე მიგიყვანო. ლაბარაკით. მით უმეტეს, როდესაც პაციენტი მიდის ექიმთან, მას რაღაც აწუხებს, ხო, ექიმთან არავინ არ მიდის დალხენილი. არის ეს ემოცია უკვე, შიშიც, შფოთვაც, სტრესიც, აგრესიაც და ამ დროს თუ კი ექიმის მხრიდან, ანუ ექიმი მიიღებს საკუთარ თავზე, ასე ვთქვათ, პაციენტის შფოთვას, პაციენტის აგრესიულ განწყობას, საკუთარ უპატივცემლობად აღიქვამს, ან პაციენტის დაბნეულობას და გარკვეულ პოზაში ჩაუდგება და ასე ვთქვათ, მოაქცევს ინფორმაციულ ვაკუუმში, უარესი ემოცია მოდის, ხო, პაციენტში, ანუ უფრო ცუდ ემოციას და დამოკიდებულებას იწვევს. ეს ემოცია გავლენას ახდენს კურნალობაზე, ხო? თუნდაც დამყოლობის თვალსაზრისით. დამყოლობის ხო არ გისმენს, ან მე რა ვიცი, არსად არ წამიკითხეს, რომ უარყოფითი ემოციები ძალიან კარგია და ვინმე ეთქვა, რომ აი მიდი ისკენი ხო? შენ გჭირდება სტაბილური მდგომარეობის, ფსიქოლოგიური სტაბილურობის, რომ დამყოლი იყოს, შენ გჭირდება ავტორიტეტულობა. ამისთვის კომუნიკაცია გჭირდება. სიტყვა შეუძლია მოკლას ადამიანის და სიტყვა შეუძლია უკურნალოს. ექიმები ვერ გვედავებიან, არის პლაცებოს ეფექტი, თვითონაც კარგად იციან, რომ მუშაობს არაჩვეულებრივად ეს პლაცებოს ეფექტი. ვისაუბროთ სიტყვაზე, რომელიც კურნავს და სიტყვაზე, რომელიც კლავს და ამავდროულად პლაცებოს ეფექტზე. რას ეტყვით ექიმებს, რომლებიც გისმენენ დღეს? იცი რა, თვითონ იმისათვის, რომ ჩვენი ექიმები არ გადაიღალონ, მე ვიცი ექიმი რა დრეშია, თან თუ კაი ექიმი ხარ, მე ვარ ექიმი, არც ფსიქოთერაპევტი არა ვარ და ტელეფონი რო რეკავს სუდად ვარ. უკვე იმიტომ რომ ვიცი რომ რაღაც თხოვნა არის. ხო? და უკვე აღარ გინდა ამის. ნუ იცი რა არის, ადამიანებს არ ესმით ხოლმე, რაც თქვენ თქვით რომ ექიმია. ნახე მირეკავენ და ვეუბნე რომ არა მაქვს დრო, ერთი კვირა დღე მაქვს, ხო? მე ვეუბნე. და ნახე რა პასუხიდან გვაწყობს. მე მაწყობს რომ მოვიგვარო ჩემი პრობლემა, მაგრამ ხო, თავის პრობლემა და იმას არ უყურებს რომ ვეუბნე რომ ძლივს რაღაც დასვენება. ეს დამოკიდებულება არის. ჩემთან არის და ექიმებთან მით უმეტეს იქნება. ნახე, ღამე არ არის, დღე არ არის, შუა დღე არ არის და ასე შემდეგ. აქ არის რა დამოკიდებულება მაქვს პაციენტთან ურთიერთობაზე. მე შეიძლება ეს მართლა მაღიზიანებდეს და მაბრაზებდეს, ხო? ნუ იმიტომ რომ მოსვენება არ მაქვს. მაგრამ მეორე ვარიანტია, თუ მე ამას შევხედავ, რომ მე ვარ პროფესიონალი და გადავიტან მართვაში. მაშინ ეს აზარტული პროცესია. როგორ მართვან მაშინ ეს ემოცია? მაგაში როგორ შევხედა. უყურე
მომსახურება, ვიყოთ ხო, მომსახურებაში არის ესეთი გაგიგიათ ძველი ფორმულირება, კლიენტი ყოველთვის მართალია, ხო? გაგიგიათ ეგეთ. პაციენტი ყოველთვის მართალია? შეგვიძლია იგივე? არც კლიენტია მართალი და არც პაციენტია მართალი ყოველთვის. ორივე შეიძლება პირიქით ის იყო, მაგრამ ნახეთ რა არის. თუ მე მიწევს რომ თქვენ რაღაცა ისე რო არ აკეთებ თქვა და ან აგრესიული ხართ ან რაღაც შეურაცხყოფა ამის მოთმინება მაშინ მე დანგრეული და დაღლილი ვარ. ანუ მე თუ ახლა თქვენ რაღაცა ცუცს მეუბნევით და მე უნდა ვითმინო. იმიტომ რომ მოთმინება რა არის აგრესიული იმპულსის შეკავება ხო სწორია. რაც უფრო მეტი აგრესია, მე მჭირდება მეტი ძალის ხმევა რომ შევაკავო და გადაწვაც ხდება, გადაღლაც ხდება და მე შეიძლება მეორე ადამიანს უფრო ცუდად მოემსახურა. ამიტომ ნახე ეს განწყობა კი არ უნდა მქონდეს რომ მე მოვითმინო. მოთმინა დამღლელი. უნდა მქონდეს განწყობა რომ მე ვმართო სიტუაცია. როგორც თამაშის ელემენტი. ანუ რაც არ უნდა გაუგებარი ტიპი მოდეს და რაღაცას მე პროცესი უნდა ვმართო. აი პროცესის მართვა უარყოფითი ემოცია არა, დადებითი ემოცია. ჭადრაკს თუ თამაშობთ, სუსტ მოთამაშესთან ინტერესი არ აქვს. და ურთიერთობა განვიხილოთ მაგ კონტექსტში. რაც უფრო რთული მოსავლელი ხართ, მით უფრო ჩემთვის აზარტულია. იმიტომ რომ იქ მე ვითარდები. ამ კუთხით თუ შეხედავ, მაშინ დაღლილი, მაგრამ ნასიამოვნები გამოხო. იმ კუთხით თუ შეხედავთ, რომ მე უნდა მოვითმინო რაღაცეები, დაღლილი, ნერვებაშლილი და გაღიზიანებული გამოდი. ორი სხვადასხვა რაღაცა. ფეხბურთს კარგად რო თამაშობ, დაღლილი ხარ, მაგრამ ბედნიერი ხარ, იმიტომ რომ იცი რომ კარგად ითამაში. ხო და, ამაზე ესაო. ამიტომ დამოკიდებულებას ცვლი, მაშინ ჩემი დატვირთვა ფსიქოლოგიური იცვლება, ასე ვთქვათ, იმის მიხედვით, რომ მე თვითონ არ დავზიანდე როგორც ექიმი, ხო? ანუ პირველი ის რომ ექიმ არ უნდა მიიღოს პირად შეურაცხყოფად გაღიზიანებული და აგრესიული პაციენტი და რადგან ზემოთ დგას ემოციურად თუნდაც და მდგომარეობით უნდა მართოს საკუთარი ემოცია და მეორე ის რომ ყოველთვის უნდა განსაზღვროს რომ პაციენტი მოსულია მასთან არა მხოლოდ დაავადების სამკურნალოდ, არამედ მისგან ელოდება გარკვეულ მხარდაჭერას და ემპათიას. კი, ელოდება მხარდაჭერას და ემპათიას და ეს უნდა შემეძლოს და უნდა შემეძლოს იქიდან გამომდინარე რომ მე ჩემ თავს უნდა ვუწოდო რომ ვარ პროფესიონალი. აქედან გამომდინარე. და თუ კიდე ვინმე საინტერესებს რომ სიტყვებს და რაღაცებს მნიშვნელობა რა აქვს, სტატისტიკა დავათვალიერე, მამაკაცები უფრო ადრე კვდებიან ვიდრე ქალები. რატომ? რატომ და მამაკაცებზე ფსიქოლოგიური წნეხი თავისი სქესის ნიშნის მტკიცების გაცილებით მეტია ვიდრე ქალს. ანუ კაცი ხარ და არ გეკადრება ტირილი, კაცი ხარ და არ გეკადრება ჩივილი. არ გეკადრება ტირილი, არ ჩივილი არ გეკადრება, პატარა ხელფასი გაქვს, რანაირი კაცი ხარ, ოჯახს ვერული რანაირი კაცი და თან ეს მარტო ქალთან არა, მამაკაცმა თავის მეგობრებთანაც უნდა ამტკიცოს რომ კაცია და თავის თავთანაც. ანუ ნახე ეს უფრო სტატუსია, ვიდრე სქესის ნიშნები. და განსხვავება ნახეთ როგორ არის. სადაც ეს სტატუსები არ არის, რომ მამაკაცი არის, ასე ვთქვათ, ყველაფრის პასუხისგებელი, ესეთი ქვეყნები ნორვეგია და შვედეთია და იქ ბუნებრივი სიკვდილიანობა 3.5 წელია 4 წლამდე. და სადაც განსხვავება, ხო? განსხვავება. და სადაც მაღალია 11-12 წლით ადრე კვდება ადამიანი. ესეთი ქვეყნებია პოსტსაბჭოთა სივრცეში ვიღაცეები, გამოსავალი არის, ნახეთ, ისა რა ქვია, ალკოჰოლიზმი და რაღაც ისა. მეორე ადგილზეა საქართველო. საქართველოში წნეხი მამაკაცს საკმაოდ დიდია. სოციალური როლიდან აქ 9 წელი გვაქვს. ჩვენთან სხვა. შტატებში წნეხი არის, მაგრამ სკრინინგის პროგრამებია ბევრი, იქ რაღაც ის არის, იქ 5-6 წელია. საკმაოდ დიდია იმაშიც, რა ქვია, იაპონიაში და კორეაში. რატო? იქ მამაკაცობის პატრიარქალური მომენტი იმდენად არა მოქმედებს, რამდენიც პასუხისგებლობის მომენტი. იცით თქვენ იაპონიაში გარდაცვალებას კაროში ქვია ზედმეტი პასუხისგებლობისგან კორპორატული კულტურა, ხო? ასე იგი რა გამოდის? 3-4 წელი ეს არის ბიოლოგიური კომპონენტი და დანარჩენი ყველაფერი არის გარემოზე დამოკიდებული. ანუ სოციალურ კომპონენტს, ანუ კომუნიკაციაზეც. რა დღეში ჩაგაგდე. ხო და ახლა ექიმი თუ მოწადინებულია იმისთვის რომ სიცოცხლე გადაარჩინოს, გაუხანგრძლივოს და მკურნალობა კარგად წავიდეს,
ამ კომპონენტის უგულველყოფა მისი მხრიდან არაპროფესიონალური. ამიტომ ძირითადი ღერძი რა არის, ხო? რომ კარგად იყოთ. ანუ ამ შემთხვევაში ექიმები ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ არიან, ხო? თქვენ პარალელი როგორც გაავლეთ, ანუ ვინაიდან მათზე მეტია პასუხისმგებლობა, წნეხი იზრდება და ამიტომ ისინი თუ არ მართავენ ამ თავის ემოციებს და ამ კომუნიკაციაში თუ არ წარმოიდგენენ მათ როლს და თუ არ ითამაშებენ ასე ვთქვათ საკუთარ როლს კარგად, შეიძლება უბრალოდ საკუთარი თავი დაიზიანონ. რა თქმა უნდა, საკუთარი თავი და მაგის წინაზე გესაუბრეთ, რომ როგორ უყურებს იმის მიხედვით, ნახე ადამიანი ცუდად და კარგად არის, არა იმის მიხედვით რა ხდება გარემოში, არამედ რა ხდება მის თავში. რას გრძნობს შინაგანად? და გძნობა, რასაც გძნობ, ეს არის თქვენი ფიქრები, რასაც გაიფიქრებთ, ისე ხართ. თქვენ თუ გინდათ ცუდად ყოფნა, გაიფიქრებთ და იქნებით კიდევ ცუდად. რა უნდა მასეთი შინაარსების, ასე ვთქვათ, მაგას საკუთარ თავთან ურთიერთობას. ამიტომ დამოკიდებულებების შეცვლა, რომ, მოდი ესე ვთქვათ, სტრესის მიმართ მედეგი იყო, ძალიან მნიშვნელოვანია. და როგორ უნდა აწყოს ექიმას სწორი კომუნიკაცია? ბატონო, ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვესმის, რომ ექიმები უჩივიან პაციენტებს, ვერაფერი გავაგებინე, აუხსენი, მაგრამ ვერ გაიგო, პაციენტები ჩივიან, რომ ზედ არ შემომხე და არ ამიხსნა. სად არის ის მთავარი შეცდომა, რომელსაც უშვებენ ექიმები კომუნიკაციის დროს? პირველივე მისალმებიდან იწყება ურთიერთობა ექიმსა და პაციენტს შორის. ორი რაღაცა იქით ამხარე, რომ დარჩეს კმაყოფილი და უნივერსალური, როდესაც ჩვენ გარკვეული ტიპის მომსახურებას ვწევთ. რა მნიშვნელობა აქვს ექიმი ვარ? როგორც მომსახურებაზე ისე ვისაუბროთ. მომსახურებას, ხო? ორი რაღაცა განცდა უნდა დარჩეს იქით ამ მხარეს. პირველი განცდა ეს არის აღიარების განცდა. მეორე განცდა ეს არის რომ მე ვიზრუნე თქვენ პრობლემას. ეს ორი განცდა თუ დავიტოვე თქვენთან. თქვენ მე აღარ მეჩხუბებით არასდროს. მეცაც გეტყვით ის რო დაინახოს რომ მქონდა მცდელობა ზრუნვის და არ გამომივიდა ის კპატიებს უკვე. არ უნდა გაუჩინო განცდა რომ ნახე თქვენ ახლა რო გადავიყვანოთ ექიმის ქცევაში აღიარება როგორ უნდა დავტოვო ეს განცდა იქით ხო ქცევები რას თქვენ თქვით რომ მოვიდა თავაზიანი მიღება ხო მოგესალმეთ დავბძანით ხო ახლა უყურე მიყვებით თუნდაც მოდი ესე თქვა სისულელეებს დიახ გისმენთ ყურადღებით, ესეც აღიარება, ემეთ რომ ეს არის, რომ მე თქვენ აზრს. ჩემთვის მნიშვნელოვანია. იქვე არ გიკრიტიკებ ძილში, ხო? ესეც აღიარება, ხო? დავწერე, რა ვიცი, რაც გჭირდებათ ისა, კითხე, მოგიკითხეთ, სხვა ეს ზრუნვა. ნახე? აი ეს ზრუნვა და აღიარებას განცდას თუ დავტოვებ, ის გვაყოფილი. თუნდაც არ დასრულდეს სასურველი შედეგით ეს მკურნალობა. რომც არ დასრულდეს, მან თუ დაინახა, რომ შენ იზრუნე, ნახე მე გავაკეთე ყველაფერი. ეს უკვე აგრესიას ნაკლებს წარმოშობს იქით ამ ხრივ. და ალბათ არასოდეს მტრად არ მოგეკიდება ასეთი პაციენტი, რომელმაც დაინახა, რომ მოდი ესე თქვა, რა ყველანაირი ტიპი არსებობს, მე ამის გარანტიას ვერ ვიძლევი, მაგრამ საგრძნობლად ამცირებს იმ რიცხვს, რომ მტრად გადაგეკიდოს, ხო? ახლა თქვი რომ ეკონომიკური რაღაცის ბრალიც არის, ახლა თვითონ ერთი პაციენტი მეყვება, ამათ ჩემი ავად გახდაო. და რატო არის ძიმე თემა ექიმებს? რაღაც კატასტროფული თანხები დაჯდაო, ბინა გავყიდეო, სკამები გავყიდეო, არაფერი აღარ მაქვს და მოკვდაო. ვერ ვიტან ექიმებს. ვერ ვიტან. ანუ ადამიანი დაკარგა თავისთვის ძვირფას და პლუს მთელი ცხოვრება რაც აგროვეს. ყველაფერი გაყიდა. ხო, მთელი წარმოიდგინე მამამის მარაც შოვა თვითონ რაც შოვა, ამის ყველაფერს გაყიდვა მოუწი. ხო და ეს რო ხვდებით რა მდგომარეობა. და ალბათ არც აუხსნეს კარგად რატომ მოკვდა მამამისი. აი მან არის პრობლემა. იქ აღარ მახსოვს რა დიაგნოზი და როგორ იყო, მაგრამ მე ამის განცდას გიყვებით, რომ თავიდან გაღიზიანებული და გაბრაზებული იყო. ჩვენ ნახეთ მოვთხოვოთ პაციენტს, რომ გაგვიგოს არასწორია. ვერ მოვითხოვ. თუნდაც იმიტომ რაც წეგან ვახსენე, თქვენ თქვით ის იხდის მომსახურებაში ფულს. და მე მაძლევ ფულს რომ მოგემსახურო, ხო? მაგაში ვიღე. შესაბამისად, ვალდებულება აქეთ ხარ ეს არის. და იმას ვერ მოვთხოვ.
მოთხო კი არა, ვერაფერს ვერ ვუკეთებთ ამ პატს. მაგრამ აი საგრძნობლად კარგი კომუნიკაცია, დადებითი და მოდი ესე ვთქვათ, შედეგი ნებისმიერი ურთიერთობის, აი ვიღაცას შეხვდით, ესაუბრეთ თუ რა ვიცი, 5 წუთი, 10 წუთი, რა ემოციაც დატოვეთ, ის არის შედეგი. ამიტომ მე რო პაციენტი გავუშვა, უნდა დავაფიქრდე, რა ემოცია დავტოვე. დავტოვე დადებითი, შედეგია. დავტოვე გაუგებარი, ეგეც შედეგი იქნება და დავტოვე უარყოფით, ეგეც უარყოფით იქნება. და დადებითი ემოციების აი ყველაზე უფრო მარტივი გზამკვლევი რა მოხდა თქვენ რო ვიღაცასთან შეხება გქონდათ, უნდა მიხვდეთ რა ემოცია დარჩა თქვენთან ურთიერთობის მერე. დარჩა დადებითი. მოგებული ხართ. როგორ უნდა მიხვდე? არსებობს რამე რეცეპტი მაგალითად? რა რეცეპტი ადამიანის სახეზე ეთყობა ყველას. ახლა პირბადით თუ მოვიდა და კოვიდია შეიძლება ვერ შეეთყო ყველაფერი აწერია სახეზე, ამიტომ ჩვენ როცა ვაპარაკობ კომუნიკაცია ის კი არ არის მარტო რა მითხარით. თქვენ გეტყობათ. მე რასაც საუბრობ, თქვენ გეტყობათ ჩემ შინაარსებზე თქვენი რეაქცია. რა რეაქციები მაქვს? ხო და ცხვირწინ მიზის ავატყოფი, ხო? აბა ახლა კომპიუტერში თუ ზივარ მართლა და ზედარგი ყურებ და რაღაც ერთსული მაქვს როდის წახვიდე, იმიტომ რომ 14 წუთი გავიდა და 15 წუთში მე ახალი პაციენტი და მეყო, მაშინ არ გამო. ორიენტირება ყოველთვის ხდება ნებისმიერ ურთიერთობაში, მომსახურებით ორიენტირება ხდება არა შენ ცოდნაზე მარტო, რა უნდა გითხრა და სწორად გითხრა, არამედ იმ სუბიექტზე, ვის თქვენ წინსის. თქვენ ახსენეთ კომპიუტერში ჩამჯდარი ექიმი, რომელიც პაციენტს თვალებში არ უყურებს. და ეს არის ხოლმე ხშირად პრობლემა. რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს არავერბალურ კომუნიკაციას, თვალებში ყურებას, შეხებას, ჟესტებს, ან თუნდაც იმას, რომ ექიმა დაიხედოს საათზე, გაიხედოს კარისკენ. ჩვენ ვეძახით არავერბალურს, მაგრამ დააკვირდით, რომ არავერბალური ნიშნები ჯერ ინტერპრეტირდება შინაარსებად და მერე მაქვს რეაქცია. ახლა შემომხედეთ და მე ვამბობ, რომ რა ბოროტი თვალები გაქვთ. ბოროტი თვალები როგორ შეიძლება გქონდეს? მე ჩავდე შინაარსი და მერე მაქვს ემოციური რეაქცია. ქცევაც, რომელშიც არაბეთარ ტექსტი არ არის, ჯერ გადამყავს შინაარსში და რა შინაარსშიც გადამყავს ის რეაქცია. შესაბამისად, მნიშვნელობა როგორ არა ინფორმაციას საიდანაც გაიცემა და ადამიანი იღებს, ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. შემოვიდა თქვენ ხართ ჩემი პაციენტი, დაუშვათ შემოვიდა ვიღაცა 1 საათი მელაპარაკა, რა ვიცი, კალათბურთზე, მე მეორე კოლეგა შემოვიდა მითხრა, რომ რაღაცა იყიდა მაგარი და თქვენ მიტოვებული მყავხართ, ხო? აი ხლა ამ პერიოდში. რა არის? არაღიარება. უპატივცემულობა. არაეთიკურობა, იმის მხრიდანაც და ჩემი მხრიდან. და მას განცდის ადამიანი. ძალიან მნიშვნელოვანია პაციენტისთვის იგრძნოს ექიმის მხრიდან პატივისცემა და ემპათია. აი კიდევ რა გარემო უნდა შექმნას ექიმა, როგორ უნდა მოიქცეს იმისათვის, რომ პაციენტი მას ენდოს და იგრძნოს დადებითი დამოკიდებულება. თქვენ პრინციპში სწორად გადაიტანეთ, მე პატივისცემაზე ხშირად ვახსენე აღიარება, რაც პატივისცემა. თავისთავად. მე აღიარება ვახსენე და იგივე. ამატყოფობა ზოგადად არის ინტიმური თემა. მართალია საქართველოში ცოტა უცნაურია ეს, იმიტომ რომ ქუჩაში ორი ადამიანი რო ხდება ერთმანეთს, უყვებიან ვის რა ჭირს და მე მოგებული ისა, ვისაც უფრო მეტი ჭირს ხოლმე, ძალიან ის არის და ისე ზოგადად ინტიმური თემა. შესაბამისად, შენ შედიხარ ექიმთან და აპრიორში ექიმმა უნდა ჩათვალოს, რომ ის მოითხოვს ინტიმს. ინტიმი ნიშნავს, რომ შენ გჭირდება ერთ ადამიანთან ყველაფერზე საუბარი და დამსწრეები, ვიღაცები, არ ვიცი, კოლეგა შემოვიდა, გავიდა, მე სადღაც წავედი, ეს ერთი არ ქმნის ინტიმურ ატმოსფეროს და მეორე უფრო ყველაზე რბილად რო თქვათ, გამოხატავს უპატივცემულობას. ეტიკეტი არის ძალიან კაი წასაკითხი ხოლმე, იმიტომ რომ პერიოდულად იცვლება რა და ძალიან საინტერესოა თქვენც რო წავედი ისტორია რა და როგორ ხდება. ბოლოს მე 8 წლის წინ გადავხედე და მობილური ტელეფონი გაჩნდა ეტიკეტში. და წერია რომ ადამიანთან როცა იმყოფები ურთიერთობის დროს, მობილური ტელეფონი არ უნდა ჩანდეს. არა თუ არ უნდა ლაპარაკობდე და იხედებოდე. იმიტომ რომ თქვენს გვერდზე მობილური ტელეფონი ნიშნავს, რომ თქვენ იმ ადამიანთან ეხლა არ ახართ. ყურადღების გახლეჩვა. თუნდაც ჩანდეს. ჩანდეს. და მითითებულია, რომ შენ თუ მოყვარული ხარ და დაიცვა ეტიკეტი შეხვედრის დროს, მობილური ტელეფონი უნდა იყოს ჩანთაში. და მეტიც, თუ ზარს ელოდებით,
აი დაუშვათ მეზარს ველოდები, უნდა გითხრათ, რომ ერთი ზარი იქნება და ნახე წინასწარ-გეუბნე, თუ შეიძლება იმაზე უპასუხე. შეამზადოთ ადამიანი. ან თუ ეგეთი არ არის და თუ ვიღებ, უნდა ნებართვა ავიღო, რომ თუ შეიძლება უპასუხებ და რო უპასუხებ, მე მადლობა და ბოდიში მოვხარ. ეს წერია ეთიკეტში. რატო წერია? საიდან ჩდება ეს წესები? იმიტომ რომ ეგრეა, ხო? მას ჭირდება თქვენი მთელი ყურადღება და არა ნაწილობრივი ყურადღება. ამაში ხედავს ის პატივისცემას და ემპათიას. ხო და ვიღაცა შემოვიდა რაღაცა გავაკეთე, მე შემწვარი კარტოფილი შევამიტანეს, უთხარი იქ და ეს ნიშნავს მე შენთან არა ვარ. ჩვეულებრივი ამბავი. ჩვენ კი ვლაპარაკობთ ექიმის და პაციენტის, მაგრამ ეს არის ორი ადამიანის ურთიერთობა. დასაწყისში ჩაწერამ და გითხარით, რომ ურთიერთობა უნდა იცოდე. და ურთიერთობა როცა იცი, ექიმიც კარგი ხარ და ტაქსის მძღოლიც და მასწავლებელიც, ხო, კანონზომიერებებში. ფსიქოლოგიური კანონზომიერებები რატო არის მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ ასე მე და თქვენ უნდა დაუწეროთ ინსტრუქციები, მიხვდით, ეს არქნა, ის არქნა. და ისე როცა არსი გესმის, ხო? ინსტრუქცია აღარ გჭირდება, იმიტომ რომ გონება გაქვს და შენ ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო კონკრეტულ სიტუაციებში. ადამიანი, რომელიც კარგია გაყიდვებში და თავისი ოჯახი ვერ აუწყია, ის არაპროფესიონალია. გაყიდვებშიც არაპროფესიონალია? შაბლონები იცის, მან ისწავლა შაბლონი, თორე არსობრივად არ ესმის რა შეასახა. იმიტომ რომ კანონზომიერებები ერთი და იგივე ზემოქმედების გავლენის, დადებითი ემოციების დატოვების და სტანდარტებს, საერთოდ ადამიანს რაც უფრო მეტ ინსტრუქციას უწერ, მისი გონება აღარ მუშაობს. ხო, აღარ აზროვნებს. იმიტომ რომ არ ჭირდება, იმას კითხულობს, ხო? ეს მომენტია და ასე რომ თუ ურთიერთობებში ერკვევა მეორე ადამიანი რო კმაყოფილი იყოს, უნდა მასთან იყო, როცა მას ხვდები, მან ეს უნდა დაინახოს, რომ შენ ხარ კონკრეტულ მომენტში ცენტრალური და არაფერი სხვა არ არის, რომელიმებს გადაფაროს, რაც მე თქვი, აღიარებული ხართ, იმიტომ რომ თქვენ პიროვნები ხართ, თქვენ ჩემთვის მნიშვნელოვანი ვართ, ამ დროს ყურადღებით ვარ და ყურადღება უკვე ზრუნვის გამოხატვა. აქ ორი ემოცია უკვე დაგაჭერინეთ ხელში, აი მარტივი რაღაცით, ჯერ არაფერი არ მიმკურნალი, არაფერი არ გამეკეთებია, აი ამ ორი ელემენტით დაიწყო უკვე ეს ემოციების. რაც გამოიწვევს ნდობას და თავისთავად მე თუ ვენდობი ექიმს, შესაბამისად მე აღარ მიწევს სურვილი, რომ გადავამოწმო მისი დიაგნოზი, ასე ვთქვათ, სხვა ექიმთან, ხმისი აზრი მოვისმინო. მაქვს თუ არა მისი აზრი, თუნდაც კანონმდებლობით ამისი უფლება და შესაბამისად ასეთ ურთიერთობაში უკვე მკურნალობის შედეგებიც იცვლება ხოლმე. მოდი ესე ვთქვათ რა, მაგის პირობას ვერავის მიეცემ, რომ არ გადაამოწმებს, იმიტომ რომ ჩვენთან დამოკიდებულება თავის დროზე, ძველი დროიდან უცხო, ახლა ეს ამბობდა ახლა ავტორი გამახსენდება. ქართველი სტუმართმოყვარე როაო ჩანს სიტყვა საუცხო. საუცხო არის საუკეთესო და ფუძე არის უცხო. ჩვენ უცხოელი ძველად აპრიორში გვეჩვენებოდა ავტორიტეტად და საუკეთესოდ. ამიტომ დიაგნოზი, რომელიც აქ ისმება, ხოლმე მე არის რამდენად საფუძვლიანი, თქვენ უფრო სამეცნიერო სფეროში აუცილებლად მოწმდება მე-15 რთული თურქეთში. თუ არა გერმანიაში, შტატებში, ისრაელში და ასე შემდეგ. თუ არა. მე გული მწყდება ისე გულშემატკივრებას. ვერ გავიგე ჩვენი ექიმი რატო არის ჩამორჩენილი მაგალითად თურქ ექიმზე. ან კიდაც სხვა ექიმს. ეს ხო ცოდნას ეხება. ზოგადად ბატონ ზურა, თურქეთის თემა არის ძალიან მტკივნეული თემა და მე ძალიან განვიცდი ამ საკითხს, იმიტომ რომ დღეისათვის ალბათ დღე არ გავა. თითქმის ყველა კლინიკაში უკვე სპეციალური მოწვევით ჩამოდიან თურქი ექიმები. ჩამოვიდნენ, ეგ პრობლემაა ხო? და კონსულტაციებს უტარებენ ჩვენს პაციენტებს და ძალიან ბევრი პაციენტი უკვე გადის თურქეთში. აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტიც არის და მინდა რომ ამ საკითხზე თქვენთან ერთად ვისაუბრო და მიმსჯელოთ. აი მაგალითად, როდესაც ჩვენ ვეკითხებით პაციენტებს, მაგალითად ქიმიოთერაპიის დროს რა მედიკამენტსაც იყენებენ გარკვეული სიმსივნეების დროს, თურქეთში ზუსტად იგივე მედიკამენტს იყენებენ საქართველოში. რა კვალიფიკაციის ექიმთანაც მკურნალობს ადამიანი თურქეთში, ზუსტად იგივე ან უფრო მაღალი კვალიფიკაციის ექიმი ყავს საქართველოში, მაგრამ ქართველი პაციენტი მაინც მიდის თურქეთში, თუ კი აქ უფასო აქვს ქიმიოთერაპია, იქ იხდის ძალიან დიდ თანხას ამისთვის.
მაგრამ ურჩევნია წასვლა თურქეთში და როდესაც ვეკითხებით, რომ აი რა არის განსხვავება, რატომ მოგწონთ თქვათ იქაური მიღების ფორმაა განსხვავება. იცით როგორი განსხვავებული მიღების ფორმა, აი მე მოვაყოლე, მეც მაინტერესებდა იმ დიახ, აი თქვენ რასაც ხედავ, ძალიან კარგ პირობებში ხდები. ყურადღებიანები არიან, ყველაფერი, რა ვიცი, ნათესავი თუ ანუ კლინიკაც კარგია, ძალიან კაი პირობებში ხდები და ძალიან ყურადღება. მე მარტო ეგ დავინახე. შევადაროთ, დიახ, აი რო შევადაროთ მაგალითად. იცი რა, მე რო შევადარო, მე აქაც უნდა წოლილიყავი და არსად არ წოლილიყავ, ჯეჯებით კარგად ვარ, მაგრამ რასაც მიყვებიან განსხვავება ეგ არის, იმიტომ რომ ნახე აქ არ ჯერა დიაგნოზის. იქ მიდის. ახლა ერთი მიყვებოდა ვიყავიო თურქეთშიო და რო ნახაო თქო რო იქო თბილისში რაც გითხრეს ზუსტად ეგ დიაგნოზი ყველაფერზე ძალიან კაი ექიმთან ყოფილხარო. დიახ. ხო და ეს მე ძლივს ნახეო და ის თურქიო რომ მეორე ექიმზე თქვა რომ კარგიაო რა ანუ თვითონ იყო გაკურვებული ხო ეს მიღების ფორმა ის ზუსტად ის ფორმა რასაც მე ჩვენ ლაპარაკობთ. არა და ჩვენ საუბრობთ. ზოგადად ხო ყველა სფეროში პრობლემაა ჩვენთან ბატონ ზურა, მარტო სამედიცინო სფეროში ხომ არა, დამოკიდებულების პრობლემა, მომსახურების პრობლემა. ნებისმიერ სფეროში ხო გვაქვს ეს პრობლემა? აი რა გჭირს? ფსიქოლოგიურად რა ფენომენია? აი თქვათ, თქვენ დასაწყისში მითხარით, რომ რატომ უსვავთ თუ ამას ხას, რომ მაინც საქართველოში გვაქვს პრობლემა. მე ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველოშია სწორედ მომსახურების პრობლემა. მოდი ესე გავაკეთოთ. მე დაგისვათ კითხოთ, თქვენ მიპასუხეთ. ბანკების მომსახურებით უკმაყოფილო ხართ? ბანკების არა. არა ხართ ბანკების. ფარმაცევტული აპტეკების ეგ რო შედიხარ ჯიბის იმ გოგონების თუ ქალების მომსახურებით უკმაყოფილო ხართ? მეტნაკლებად. ბანკებში უფრო მაღალი დონის მომსახურება. ხო, ესე იგი გამოდის, რომ ქართულზე არ არის ლაპარაკი. ხო, ეს არის დამოკიდებული კომპანიაზე, თანამშრომლებს როგორ ამზადებენ. ნახე, რამდენად მე ყურადღებას ვაქცევ ამ სფეროს. მესმის იქნება ისე, ხო? ფორმალური ეს ჩვენმა პატიცემულმა საზღვარგარეთის ასე ვთქვათ სპეციალისტებმა მიხვდნენ, რომ სიტყვებს მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ერთ რამეს ვერ მიხვდნენ, რომ სიტყვები ემოციურ ზეგავლენას კარგავს, თუ ის ფორმალურად წარმოითქმება. და როცა შენ ტელეფონში ისმენ, რომ კომპანია წუხს შექმნილი დისკომფორტისათვის, შენ ფიქრობ, რომ წუხარ კი არა, იმდენი შენ, ანუ არ იღებ იმ სიტყვებს. გაქვს აგრესია, როდესაც ეს არ იღებ ფორმალურია. და ფორმალური მანდ ახლა მაგალითად რო ნახოთ ვინმე ინგლისურენოვანი ლექტორი, მოიფიქრეთ, აბა რაც შეიძლება დიდი იდიოტური კითხვა დაუსვით. გეტყვის რომ excellent. არაჩვეულებრივი კითხვა. და ამას უკვე ის გავლენა აღარ აქვს. როცა ნიჭიერი ხარ, შენ ერთი და იგივე სიტყვებს კი არ იყენებ და ერთ შენ იცი რაზე უნდა იმოქმედო, რომელ სიტყვას გეტყვი. ეგ უკვე ჩემი გადასაწყვეტია. იმიტომ რომ მე თვითონ ვერ ყვევი რა შინაარსს, რა ემოციაზე გამყევ. და ესე დაზეპირებული ტექსტები არ იმუშავებს. ან იმუშავებს ნახევარი ძალით. ახლა ვიღაცა რომ მოვიდეს და ყველაზე ისეთი სიტყვა ურთიერთობის გამხატველი რა არის, მეყვარხარ არის ხო? გითხრა. იმოქმედებს ემოციურად თქვენს. მაგრამ ნახე შეხედე რომ მეორესაც იგივე უთხრა, მესამესაც, მეოთხესაც ნახეთ თქვენ პირველ ემოციას რა მოვა, დაიშლება და უკვე ნულის ფასი გახდებენ თუ ეს დადის და ყველას ერთ და იგივე ეუბნება. ასე არ არის? ამიტომ არსობრივად უნდა მესმოდეს როგორ მოქმედებ თქვენზე როცა გესაუბრებით. თუ მაგარი ვარ. მომეთხოვება. ექიმს კი. ექიმს მოეთხოვება. და აი რა განსაკუთრებული ანუ თვითონ ერი არის ასეთი თქვა თურქებს შევეხეთ. როდესაც ყველა პაციენტი ჩამოდის თურქეთიდან და ამბობს რომ აი გადამყვნენ თან. იცი რა თურქეთის ეკონომიკური განვითარების მომსწრე მე მგონი მე ვარ. დიახ. იმიტომ რომ 84 წელში რო ჩასულიყავით, არაფერი არ იყო. აქედან გაზიდეს ის რაც კი რამე გაიყიდა ყველაფერი თურქეთში. თვალსა და ხელშუა წავიდა წინ და წინ. როგორ? ნუ მეტი ჭკუა აღმოაჩნდა. დამოკიდებულებით? სიტყვით? მარტო სიტყვით არა. ნახე აქცენტს რაზე დასვა მოკლედ კლინიკა როგორია, დამოკიდებულია რა, დამოკიდებულება აქვს კლინიკის ხელმძღვანელი ვინც არის საკითხებთან მიმართებაში ერთი და მეორე როგორ მართავს ამ პროცესს. მარტო ის ცოდნა არ არის საკმარისი ვიცოდე რა მჭირდება, უნდა ვიცოდე როგორ ვაკეთებ, ხო? ესეა, ხო? თქვენ გახსენით კაფე. რაზედაც აქცენტებს გააკეთებთ, ის ყალიბდება, რა ქვია. ის სიტუაცია ყალიბდება იქაც, ხო?
ასე რომ დამოკიდებულება არის არასწორი. ნაკლებ მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. აი თქვენ ვეთქვით, ოღონდ არ მახსოვს ჩანაწერამდე თუ მანამდე, რომ ის რა ქვია ამ კომუნიკაციის პროცესს აგდებულად უყურებ რაღაცას. რა დროს ეგ არის რა 1000 კიდე პაციენტი მელოდება, ხა ამას დაჯექი და 1 საათი უხსენი, ვერაფერი ვერ გავაგებ. დამოკიდებულება. დიახ. ამიტომ ცენტრალურ ღერძზე რომელიც გაგყავს, ადამიანს არ ახსოვს, იცით? შედეგი კი არ ახსოვს. არც ის არ ახსოვს, შეიძლება ზუსტად რა უთხრათ, მას ახსოვს ემოცი. თქვენთან დაკავშირებული ემოცი. შეიცვალა დრო და შესაბამისად დღევანდელ პაციენტს შეუძლია თუნდაც დააკეთებენ კიდევაც ამას ექიმთან ვიზიტამდე საკუთარი დიაგნოზის შესახებ მოიძიოს ასე ვთქვათ Google-ში კითხოს ხელოვნურ ინტელექტს და ზოგიერთ ექიმს ძალიან აღიზიანებს ასეთი მომზადებული პაციენტის შესვლა მის კაბინეტში. აი რას ურჩევთ ასეთ ექიმებს, როგორი უნდა იყოს მათი ჭკვიანური პოზიცია? იცი რა, გაღიზიანება რა შუაში. ადამიანი მოემზადა, ხო? ეგ პაციენტთან სხვა პრობლემებს წარმოშობს, იმიტომ რომ გითხარით, რომ თვითონ მე ინფორმაცია ხდება პრობლემა. ანუ ნახე ფსიქოლოგიური პრობლემა ხდება, ეგ სხვა არის. მაგრამ მეორე რაღაცა დაამტკიცე, რომ შენ უფრო მაგარი ხარ, ვიდრე იმან რაც ნახ. ოთხარ რო კი ძალიან კაია რომ თქვენ ამ რაღაცებს გაეცანით, მაგრამ თქვენ ხართ ინდივიდი, ის იძლევა განზოგადებულ შედეგებს, ხო? მე უნდა გამოვიტანო დასკვნები თქვენი ამოწყობის შესახებ თქვენი პირადად თქვენთან ურთიერთობის დროს. და ის, რასაც გეუბნათ, რაც თქვენ მონახat, ისიც იღებს იმ ინტერნეტ რესურსიდან, რითი ხელმძღვანელობს ის. ამიტომ ძალიან კაია, მაგრამ მოდი რა, ჩვენ წავიდეთ ჩვენი გზით. შეაქე რა პრობლემაა? გაღიზიანება რა, რატომ უნდა გავღიზიანდე? ჯერტი მაგას ვერ აკრძალა, მეორეც ერთი ბუნებრივია. ყველა ავადმყოფმა შეიძლება ექიმზე მეტი იცოდეს თავის ავადმყოფობის შესახებ. ხო იცი როგორი ჩააჯდა და მთელი დღე კითხულობს, ხო? შეიძლება ესეთი რაღაცა გითხრა, შენ არ იცოდე. ხო. მაგრამ ნახე რა პრობლემაა? თუ არ ვიცი, შემიძლია ვკითხო, რომ საწაიკითხეთ. საინტერესო. თავდაბლური განწყობილება არის აქ მთავარი ბატონო ზურა, კარგი ურთიერთობის ყველაფერი ვიცი არის უფრო საეჭვო. და როცა ადამიანს თავის ფასი იცის, იმას არ აქვს პრობლემა თქვას, რომ რაღაცა არ ვიცი. რა, არ ცოდნა არ არის ისეთი დანიშნული, თუ რაღაც ისეთი იმაზეა ლაპარაკი, ხლა არ ვიცი იმაზე. რა წაიკითხა ისეთი, აი რატომ უნდა გავღიზიანდე? ანუ ჭკვიანური პოზიცია ამ შემთხვევაში ექიმის მხრიდან იქნება ის, რომ არ გაღიზიანდეს და მე მაგალითად გავაფრთხილებდი ისევე როგორც ჩვეულებრივად, ხო გავაფრთხილებდი, რომ ხელოვნურ ინტელექტთან ძალიან კაი ურთიერთობები, მაგრამ მთელ რიგ შემთხვევებში შეიძლება არასწორი გაჩვენოს. კი ბატონო. ხო? იმიტომ რომ ის ვარჯიშობს ამ ურთიერთობებიდან, ასე ვთქვათ, რაღაცა მიწერა, გააკეთა, ხო? ამიტომ კაია, რომ თქვენ ინფორმირებული, ნახე მაშინ უფრო გამეადვილდება თქვენთან მუშაობა. ხო, წაიკითხეთ რაღაცეები, ხო? რაღაცებზე გამეადვილდება, ძალიან კაი. მე უნდა ამეხსნა და ადამიანი მომზადებული წავიდა. თუ რაღაცაში ეჭვმეპარება იმ ხელოვნურ ინტელექტთან, რაც წაიკითხა, რომ ისე არ არის, მოდი რა არგუმენტირებულად უთხრ. კაცი ხო, ვეთქვი რომ ახლა შეიძლება წაიკითხე, ეს ამას უკავშირდება და ამ შემთხვევაში მოდი რომ ეს ვარიანტიც ვნახო. დაუშვათ. დიახ. ხო შეიძლება გაღიზიანება არაფერს არ მოგცემს, გაბრაზება არაფერს არ მოგცემს. მაგრამ მეორე პრობლემა რაც არის, ეს ცოდნა ძალიან ცუდია. იმიტომ რომ პაციენტისთვის წინასწარ მოძიებული ინფორმაცია. იმიტომ რომ იცი რა, ყველა არ უყურებს ამ ინფორმაციას ერთნაირად, ხო? ახლა ფსიქოლოგიურ პრობლემებზე თვითონ ნახეთ კითხულობენ რა ავადმყოფობაქ და მერე აპროგრამებენ თავს იმა ქცევით. რაც იქ წერია, ისე პროგრამირდება. ნახე მე ვიმეორებ, რაც მე წავეკითხე ჩემზე, იმ სიმპტომებზე გავდივარ მე თვითონ. ან თვით დაპროგრამირება ხდება. თან ახლა მოდაშია, მე ხო გითხრათ, ჩვენთან მოდაშია ავადმყოფობები, არ ვიცი ახლა სამედიცინო სფეროში როგორ არის, მაგრამ მოვა და მე მჭირს, რა ქვია, ბიპოლარული აშლილობა მაგ. თვითონ დაუსვა დიაგნოზი საკუთარ. არ ვიცი, წაიკითხა თუ რაღაცა. მე მაგალითად იგივე ამ ჩვენ სპეციალობასთან ვინც არის ახლოს ვეუბნები, რომ დიაგნოზს რატო ეუბნები? დიაგნოზი ხო შენთვისა როგორ მოუარო. და ამა თუ უყვართ, ასე ვთქვათ, და დააკვირდით, რა მჭირს? ეს მართლა უცნაური, ეს მარტო საქართველოში. ყველას რაღაცა ჭირს და თუ დააკვირდებით როგორ ამბობს ამას, განს დამაკრო სიამაყით ამბობს ხო. თვითონ პაციენტები ხო? ამაყობენ თავიანთ. მე ფსიქოლოგიურ პრობლემებზე გეუბნები, ძირითადად რომელიც წამოღებულია იქიდან, ხო?
ობსესია. და ქართულად თქვი რა აკვიატება გჭირს, ხო? არა, წაიკითხე და ის სიტყვა მოწონს რა, ის სიტყვა მოწონს, იმიტომ რომ უფრო განათლებულად წარმოჩინდება, ხო? ეს მომენტებიც არის ხოლმე. ასე რომ პრობლემას ქმნის ზედმეტი ინფორმირებულება. ხო, ვინც ნორმალურია და ინფორმაციას იღებს, მაგრამ ესეთი რაღაცები არ ემართება ხო, მაგრამ ნუ ეს ცალკე პრობლემა. მაგრამ გაღიზიანება არაფერს არ მე მესმის რატო ღიზიანდება, იმიტომ რომ თუ ჩემთან მოხვედი ან მენდე და თუ მან რაღაცებს კითხულობ, მაშინ ჩემთან რა გინდა ეს პოზიცია აქვს ექიმს. დიახ, ხშირია ხოლმე ესეთი პოზიცია. ბუნებრივია, მაგრამ არ არის ეს ძლიერი არგუმენტი. თუმცა არის მომენტი, რომ ნდობის საკითხი ერთ-ერთი ცენტრალურია და თუ პაციენტი მე არ მენდობა, რაც არ უნდა მე მაგარი ვიყო და ანუ გვააგდო და თავი, მე მირჩევნია წავიდეს ექიმთან, რომელსაც ენდობა. ეს ჯანსაღი პოზიციაა? იცით რატო? არის ფსიქოლოგიური პროგრამირება საკუთარი თავის. მე რო არ გენდობით, მე არაცნობიერად მინდა რომ გავმართლდე. ჯერჯერობით ჩასაფრებული ვარ. და მეორეც ერთი ნახე, არ ჩემი არაცნობიერს მივყავარ ეკითხე რომ მე ვიყო მართალი რომ თქვენ სანდო არ იყავით. და არაცნობიერად ხელს უწყობ რომ აღმოჩნდეს ისე. ბატონ ზურა, გადავიდეთ შემდეგ თემაზე. ეს არის ცუდი ამბის მიწოდების ხელოვნება. აი წარმოიდგინეთ, როგორი საპასუხისმგებლოა ექიმის მხრიდან, როდესაც პაციენტს აწვდის ცუდ ინფორმაციას. კი, მე ისიც ვიცი, ექიმები ზოგიერთი ხშირად რა ტაქტიკას მიმართა. დიაგნოზს ამძიმებენ. რეალურად ისეთი მძიმე არ ახლა. რატომ მიზეზი? მარტივია, ნახეთ. თუ რაღაცა მოხდა დიაგნოზში წერია. მე თქვენ გითხარით, გადასწორებული. და მეორე, თუ კარგად გახდი, კიდე უფრო მაგარი ვარ. ანუ მომგებიანია. ნახეთ, კითხვა რაში მდგომარეობს, მაგალითად, აი სიმსივნის დიაგნოზი, მოვიდა პასუხი, რომ არის ცუდი დიაგნოზი. ან თქვათ, ურთულესი მომენტია, როდესაც ექიმი დგას, მაგალითად, 7 საათი, 8 საათი ოპერაციაზე და ოპერაცია დასრულდა პაციენტის გარდაცვალებით, ანუ ვერ შეძლო პაციენტის გადარჩენა. ან უნდა მიეწოდოს პაციენტს და მის ახლობლებს ინფორმაცია, რომ არის რაღაცა შორსწასულ ფორმებში თუნდაც სიმსივნე. როგორ უნდა მოემზადოს ფსიქოლოგიურად ექიმი? ექიმი ხო ადამიანია, რომ ეს ინფორმაცია მიეწოდოს პაციენტს და რა ეტაპები უნდა ასე ვთქვათ გაიაროს პაციენტმა, სანამ აღიქვამს მისი ტვინი აი ამ რთულ ინფორმაციას. თუ არის რამე ფსიქოლოგიური, ასე ვთქვათ, რეცეპტი. ხშირად ემოციები არის გადამდები, ანუ ზედმეტი ტრაგიზმი, ასე ვთქვათ, ექიმის მხრიდან, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება ეგ გადავიდეს, ამიტომ ჯერ ეს ერთი, ექიმის მიმართ დამოკიდებულებას განსაზღვრავს მანამდე მისი ქცევები. თუ მე ვხედავდი, რომ იზრუნე, იფიქრე, ცადე, ხო? შერბილებულია ეს. მეორე, ჯობია თქმამდე სიტყვაზე რაღაცისა, ხო? შეიყვანოს საქმის კურსში. რა გააკეთა? ჩვენ თქვათ ანუ შორიდან დაიწყოთ საუბარი. გავაკეთე ხო, ნუ ეს ალაპარაკო მაქვს, ხო? ეხლა თუ გარდაიცვალა შორიდან არ დავიწყებ ხო ლაპარაკს, ნუ ეგ არის, მაგრამ თქვენ თქვით რომ რაღაცა მძიმე სტადია, ხო? ჩვენ ნახეთ ეს, გავაკეთეთ ეს, გავაკეთეთ ეს, მე ვცადოთ ეს. ეხლა სიტუაცია გვაქვს ეგეთი. ძალიან რთული სიტუაცია. ხო, დავუშვი. ეხლა მე მჭირდება დავფიქრდე რისი გაკეთება შემიძლია ამ რთულ სიტუაციაში. გადავადება შველა თუ რაღაცა. მე ვაჩვენებ, რომ პროცესი აქ არ დავასრულე. მე კიდე მჭირდება დაფიქრე. რადგანაც პროცესი დასრულებული არ არის, ბუნებრივად ნახე არ მიშლის შენ ხელს. მაგრამ მე ხარ დაიწყებ ხო რაღაც. ხო და მაგრამ ამავე დროს შეგუებული ხარ. გამოსავალი უნდა შეთავაზოს, ანუ ყველა ვარიანტში. არა, იცი რა არის, გამოსავალი შეთავაზოს შეიძლება თლად არ იყოს, მაგრამ მე სამოქმედო გეგმა რა შეიძლება გაკეთდეს კიდე. რაზე შეიძლება ვიმუშაოთ? ანუ შემზადების გარდა თავისი ეტაპები აქვს ანუ ამას, ხო, ბატონ ზურა? აი, უყურეთ, თვითონ წარმოგიდგენთ ტექსტი რა რაღაცამდე მივედით და ვამბობ, რომ ეხლა ჩვენი ამოცანა რაღაცა არის, ან შეიძლება მოდი ესეც ვცადოთ. თუ გამოვიდა,
გამოვიდა. მზაობა უკვე არის უარყოფითისკენ, ხო? ანუ უნდა ვანახო, რომ მე ეს არ მოგაგდე, აი ნახე, არ ჩამიქნევია. რა ვქნა, მძიმე დიაგნოზია ვერაფერი ვერ ეშველება, ვთქვათ, ეს არის ალბათ დაუშვებელი. ნუ აი ფრაზა ის არის, ხო? აქ ჩვენ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ან ახლა ვიღაცებს ვთქვათ, რომ ჩვენ კლინიკაში არ რომელიც კლინიკაში არ მეგოთ, ჩვენ მძიმეაო და ჩვენ არ მივიღებთო და მე დაატარებენ ამ იმას რა ქვია, სასტრაფოთი სხვადასხვა კლინიკაში. ეს კიდე სხვა პრობლემაა. ხო, მაგრამ ნუ ახლა მე რაც მსმენია, ის მახსენდება. საიზღარი განცდა სადღაც მოვიყვანო. ამათობით და მეკითხა რომ სხვასთან წავა. იმიტომ რომ რთული შემთხვევა და უბრალოდ არ უნდა ესეთი პაციენტის მიღება. აქ უფრო სისტემურ პრობლემებთან გვაქვს საქმე, თუმცა თქვენ რაც ბრძანეთ, ეგ აბსოლუტურად სწორია, როდესაც პაციენტი დიაგნოზთან მარტო არ რჩება. და ის ყოველთვის გრძნობს, რომ მისი ექიმი, რაც არ უნდა რთული იყოს ბრძოლა, იქნება მის გვერდით და რაღაც გარკვეულ გამოსავალს თავაზობს. ერთი არის პროფესიონალი ხარ და მე უნდა ვხედავდე, რომ ჩემთან იყო. და მე ის არის, რა ქვია, პრეტენზია მასთან არა მაქვს. ეხლა ეგეთ სიტუაციაში რაც თქვენ ყვება ნებისმიერი იქით ამ ხარისთვის მძიმეა ეგ ვინმე კაი ხასიათზე იქნება მე თუ ძალიან მაგარი ექიმი ვარ არც ერთი არ იქნება კაი ხასიათზე ჩვენ ვამბობთ რა განცდები უნდა გქონდეს მას თქვენ ექიმთან მიმართებაში დიახ თორე ახლა ტრაგედია მისთვის არის ხო არის ტრაგედიას ბატონ ზურა ძალიან ხშირია დღეს ასეთი ფაქტები, როდესაც ექიმი მუშაობს მაგალითად რამოდენიმე დაწესებულებაში, თბილისში, ასევე იწვევენ რეგიონებში და ექიმიც ხომ ადამიანია, ჩვენ ამას ბევრჯერ გავუსვით ხაზი. როგორ უნდა მართოს ექიმმა ემოციური გადაწვა? დაღლილობა, ეს ხომ აისახება უკვე მის მკურნალობის, ასე ვთქვათ, გამოსავლებზეც და ასე შემდეგ. შეიძლება თუ არა მაგალითად ექიმი არასოდეს არ ისვენებდეს. თქვენ ახსენეთ ტელეფონის ზარი, რომელიც მუდმივად შეიძლება გაისმას და ბევრი ექიმი ამით ამაყობს კიდევაც, რომ ჩემი ტელეფონი ჩართულია სულ. ხო, ლოგიკური დავსვათ კითხო. ექიმი, რომელიც არასდროს არ ისვენებს, ჯანმრთელობის აზზე არის? ანუ შენ პროფესიონალი ხარ. დიახ. და ძალიან კარგად იცი, რომ დასვენება ისეთივე ხელშეუხებელია, როგორც ოპერაცია, იმიტომ რომ ეს დასვენება გჭირდება შენ იყო ფორმაში. და მაგას რო არ აკეთებ, საიდან მე მტკიცებ, რომ პროფესიონალი ხარ? საკუთარ თავთან მიმართებაში, ხო? ანუ ყველა ექიმა პატივი უნდა სცეს საკუთარ თავს. თვითონ უნდა იგრძნოს რა მდგომარეობა აქვს. თქვენ ამთ გადაწვის საკითხები და გადაწვის საკითხზე ყველაზე უფრო ადვილად ერკვევა ის, ვინც ასე ვთქვათ, ხო? ნახე, მარტივია ფსიქოლოგია. ხშირად განცდა რომ დაღლილი ვარ. დიახ. დაკარგვა სხვა ინტერესს სხვა საქმიანობს. ნახე სამსახურიდან მოვედა, სხვა არა მაქვს, ეს თუმრად ვერ წავედი. ეს თუ გრძელდება ხნის განმავლობაში, ადგილი გვაქვს გადაყლასთან. ემოციურ გამოტფილტავსთან. ესე იგი, მე უნდა მივხვდე, რომ მე თუ პაციენტზე უნდა მივხვდე რა დაუნიშნო, რომ უკეთესად იგრძნოს თავი. ჩემ თავზე ვერ ხვდები? მაგრამ აქ მეორე მხარეა, რომ იმდენად ეკონომიკური ფაქტორი წამყვანია. რომ შენ არ აძლევ შენ თავს უფლებას რომ დარბი ხარ იქ, მაგრამ იცი რა, მე გამოდის რომ შენ ფული გაქვს სამკურნალო დაგროვებ ესე იგი ეგრე გამოდის და რა, რომ კარგად იყო, ხო? ანუ კარგავ ჯანმრთელობას. კარგავ ჯანმრთელობას, ეგ არ არის მარტო ექიმის პრობლემა, ძალიან ბევრი ადამიანის პრობლემა, მაგრამ ექიმს რატო მეტი მოთხოვნა აქვს, შენ ხო იცი შენ თავს ახლა რას უკეთებ. კაი, იმან არ იცის ვიღაცა, არ აქვს სამედიცინო განათლება. შენ ხო ხდები რას უკეთებ შენ თავს. და ასევე ის რომ ემოციურად გადამწვარი ექიმი დაღლილი უძილო, რა თქმა უნდა ვერ იქნება ისეთი ეფექტური თუნდაც თავისი ქმედებების. ერთი მითხარით რა თქვენ ჩამოთვალთ, ვინ იქნება მაგის სიმპტომის მერე ეფექტური ექიმი რა, ვინ იქნება. ხო, ეს გასაგებია, მაგრამ ხო გააჩნია ვის რა პასუხისმგებლობა აქვს. ვიღაც შედის ოპერაციაზე, აკეთებს ურთულეს ოპერაციას და ვიღაც შეიძლება მუშაობს მაგალითად მიმტანად. და შეიძლება რაღაცა დააგვიანდეს, თქვა საკვების მიტანა მაგიდასთან ან რაღაცა. ან უღარე გადაგასხათ შემთხვევით. ექიმის პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. შესაბამისად მე მინდა თქვენ ურჩიოთ ექიმებს, როგორ მოიქცნენ ამ დროს, აი როგორ მიხვდნენ, რომ ისინი უკვე გადამწვარი არიან, ძალიან ცუდად არიან თვითონ თავად შინაგანად და უნდა გაჩერდნენ. ან როგორ დააწესონ უბრალოდ საზღვრები. მარტივი მისახვედრია გითხარით, განცდებსეა, ხო, ქრონიკულად დაღლილი ხარ.
ხშირად ამბობ სიტყვას დაღლილი ვარ, დავიღალე. რადგანაც ხშირად ამ სიტყვას ამბობ, ეგ არის შენი ფსიქოლოგიური გადამწყვობის საკითხი. დღეს დავიღალე, ეგ არაა პრობლემა. ხშირად გაღიზიანება პატარა დეტალებზე ვთქვათ, თუნდაც პაციენტის ზარზე. გაღიზიანება, ხო და ეგეც არის ახლა პაციენტებმა ჩვენ არც როდის ვისაუბრეთ შეიძლება ჩაწერამდე რომ მე მესმის ექიმების იმიტომ რომ პაციენტი თulis რომ მისი ავადმყოფობა ყველაზე მნიშვნელოვანია და ის ინდივიდუალური და უნიკალურია. ექიმისთვის ეს არის რიგით 1770 თუ რა ვიცი რაღაცა და ყველა თან იცი რა ჩვენთან კულტურაც არ არის როდის დაგირეკო. ექიმთან მით უმეტეს ეს რთულია რა, ახლა ექიმსთან ძალიან ცუდად თუ ხარ, ახლა დილამდე თუ ვერ გადადე, მაგრამ ისედაც არ არის კულტურა. ხო, მაგრამ ამისთვის ხომ არის გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ბატონ ზურა, თქვენ ძალიან უყვარხართ მაყურებელს. თქვენი მხრიდან არ ეწყინებათ, რომ ურჩიოთ ქართულ პაციენტებს, თქვათ, აი რა არ მოგწონთ ქართული პაციენტებს და რას ურჩევთ? ახლა ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ, როგორი უნდა იყოს ექიმის დამოკიდებულება პაციენტის მიმართ. იქნებ პაციენტებსაც ვურჩიოთ, როგორი უნდა იყოს მათი დამოკიდებულება ექიმების მიმართ. ყოველთვის ურთიერთობა გამოვა გაცილებით პროდუქტიული როცა მე არ ამოვდივარ მარტო ჩემი მხარის ცოდნიდან მე რა მაქვს. მე ვისთანაც ვაპირებ ურთიერთობას, მე მისი ხედვაც უნდა მესმოდეს და ვხედავ. ამიტომ მე ნახე ამ ურთიერთობაში მე ვითვალისწინებ თქვენ რაღაცასაც და თქვენი თვალისწინებთ ჩემსაც და ეს არის პარტნიორული ურთიერთობა. სხვა შემთხვევაში რომელიღაც ერთი მხარე გადადის მუდმივ მოთხოვნაზე დაუყოვნებლივ შესრულებაზე და მეორე მხარე ასე ვთქვათ იძულებულია ემახეში გაებას და რა თქმა უნდა პრეტენზიები მეტი. ეს მართლა ძნელია რომ პაციენტებს მოთხოვოთ. აი რო არ იყოს ექიმი და პაციენტი და სხვა შემთხვევაში, ხო? შეიძლება. იმიტომ რომ ჩვეულებრივ ურთიერთობაში ჩვენ ხო ვითხოვთ, ნახეთ, ჩვენ რა გვინდა. როდის მე გვიფიქრია რომ იმ ადამიანისგან ვისგანაც ვითხოვთ ჩვენ რა გვინდა. ის როგორ ხედავს ამ პროცესს, ხო? ჩვენ რა გვინდა მაგალითად, ხო? ხილფასი მოგვიმატონ. ხო გვინდა? და ვფიქრობთ რომ ის ადამიანი როგორ ფიქრობს, ვინც ხილფასი უნდა მოგვიმატონ. ჩვენ გვინდა რომ ჩვენმა შვილმა ისწავლოს, ხო? და მას უნდა თამაში. ჩემი სურვილი არ არის საკმარისი, მოხდეს ის რაც მე მინდა. იმისთვის რომ მოხდეს ის რაც მე მინდა, მე უნდა მეყოს გონება როგორ მართო თუნდაც ურთიერთობის პროცესი. და ჩვენ აყოლები ვართ სურვილზე, როცა ჩემი სურვილი არ სრულდება, ბრაზდები. და ეს არის ბავშვური დამოკიდებულება. ეს ბავშვი აქ მინდა არ მინდა. და ზრდასრულების დამოკიდებულება, ანუ ორი ზრდასრული ადამიანის არის შეთავაზებითი და შეთანხმებით ყოველთვის. ანუ რა ვქნა ახლა საქართველოს არის კი ინფანტილური საზოგადოება, არის ზოგადად, ანუ მეტი ბავშვურობაა ჩვენთან რა. პასუხისმგებლობა ნაკლები, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აპელირებთ ჩვენ სურვილებს უყოთ. ანუ აი როგორ გითხრათ, პაციენტს რა ურჩიო არა, ეს არის შინაგანი კულტურის საკითხი. პაციენტი ხარ თუ არა ხარ პაციენტი, თუ შენ ფიქრობ კონსტრუქციულ ურთიერთობებზე, მეორე მხარეს უნდა ხედავდ. მის სურვილებს და მის განცდებს. უნდა ხედავდე, ხო, უნდა ხედავდე მეტნაკლებად. ისე როგორც ექიმი უნდა ხედავდეს. და მაშინ ნახეთ რა კაი ურთიერთობა გამოვა. მე თქვენ ანგარიშს გიწევთ, იმიტომ რომ რა ვიცი, გადატვირთული ხართ და ღამე სულელური კითხვით არ გირეკავთ და თქვენ იცით რომ მე თქვენგან ემპათია და ყურადღება მჭირდება და თქვენ მირეკავთ. მაშინ გამდის რა ჩვეულებრივი ურთიერთობა და ყველა ახლა თავის იმისკენ რო ქაჩავს, ესე არ გამოვა. ანუ ურთიერთპატივისცემა არის გამოსავალი ამ სიტუაციიდან. ბატონ ზურა, ჩვენ ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ექიმის პასუხისმგებლობაზე, იმაზე თუ როგორ უნდა დაანახოს პაციენტს პატივისცემა, გამოხატოს ემპათია და თუმცა არის ხოლმე ესეთი სიტუაციები, როდესაც სამედიცინო პერსონალი ძალიან დაუცველად გრძნობს თავს. უბრალოდ როგორც ადამიანები, ანუ ვერ ხვდებიან იმ მომენტში როგორ მოიქცნენ. მაგალითად, მე ვგულისხმობ ისეთ სიტუაციებს, როდესაც პაციენტის ახლობელი არის გაღიზიანებული, ყვირის, ან თქვათ პაციენტი არის აგრესიული. აი თუ არსებობს ასეთ სიტუაციაში გარკვეული ოქროს წესი, როგორ მართოთ ემოცია? ანუ ჩვეულებრივ სიტუაციაში ადამიანი ან თვითონაც პასუხობს აგრესიით, ან გარბის, თუ კონფლიქტს გაურბის, მაგრამ სამედიცინო პერსონალს ამისი უფლება არ აქვს. არც აგრესიით რო უპასუხოს და არც გაექცეს
კონფლიქტურ სიტუაციას. აი რას ურჩევთ თქვენ ამ შემთხვევაში სამედიცინო პერსონალს, როგორ მართონ ბრაზი, ემოციები კონფლიქტური სიტუაციის დროს? ვისი თავისი? საკუთარი, დიახ. ითხარით, რომ თუ მე ვარ იმას, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პროცესი მე უნდა ვმართო, აქ მე სიამოვნებას ხებულობ პროცესის მართვისაგან. დიახ. თუ მე მაგ რომ უნდა მოვითმინო, აქ მე ერთ სიამოვნებას ვერ ხებულობ, იმიტომ რომ ვითხარით, ჩვეულებრივ აგრესიული იმპულსია და იმის შეკავება. ტექნიკები არსებობს, იმიტომ რომ როცა ვიღაცა გიყვირის და გაჩხუბება, მას ან თქვა რაღაც საკეთებს, მისი სურათი და წარმოდგენები შეესაბამება იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ხართ. მაგრამ მას უკვე სცენარი დაწერილი აქვს თქვენთან. ერთ-ერთი ხერხია სცენარი აურიო. არება ნიშნავს, მარტივად ახლა აი აქ თქვავშოთ გეხარ და მეყვერი ხარ და მე რო გითხრათ რომ ხო წუცი მობძანდით ჩემ ოთახში დავждეთ დავილაპარაკოთ. ნახე უკვე სივრცეს უცვლი, რომელიც არ ჯდება მის მომზადებულ სცენარში. იქ ჩხუბი არ წარმოედგინ, აქ წარმოედგინ. ძალიან საინტერესოა. ხო, ანუ შეუცვალე სიტუაცია. მეორე მომენტი, კიდე არის მისი ამბიციურობის დაკმაყოფილება. ამბიციურობის დაკმაყოფილება არის, რომ თუ გინახეთ, ახლა მე კონკრეტულად ექიმთან არ გულისხმობ, მაგრამ უფროს დაუძახე. ვიღაც რო გეუბნები. დიახ, აი დაუძახეთ თქვენ. და უფროსი რომ მოდის, იგივე შეიძლება უთხრას, მაგრამ იმას არ ეჩხუბება. აქ დაკმაყოფილდა მისი ეგო, ანუ ამას კი არ ველაპარაკები, მთლა ის მთავარი კონვერი მოვიდა, ხო, როგორც იმაში, ხო? იმაზე. არის მე როცა მეორე ადამიანი. შემდეგ არის აი სივრცეს რო შევა, ხო? ნახე, ავიღე ფურცელი და ესა რა ქვია, საწერი და ვეუბნები, რომ ესე იგი გისმენთ, რა საკითხები იყო, რამაც თქვენ გაგიღიზიანათ, აქ უკვე ნახე, აგრესიული ტექსტი უნდა გადაიქცეს საქმიანად. მე ხო ვიწერ. ანუ უნდა ჩავიწერო. ხო და ჩაწერს რო დავიწყე, ხო არ გეტყვით. ასე და ისე. ანუ მე გადამყავს საქმიანში. გადაგყავთ აგრესიული საუბარი საქმიან კომუნიკაციაში. სცენარს, ესე იგი, თუნდაც ფიზიკური ადგილის შეცვლა უკვე ამოგდება სცენარიდან, ამიხდით, ეგ არის მეორე, იგი გადამყავს საქმიან ლაპარაკში, რამდენადაც ეს შემილია, იმიტომ ნახე, ვიწერ შენიშნებს. და თუ მლანძღავ რა ჩავწერო ხლა გადაშენდით აქედან ხო არ ჩავწერ ხო მოდი რა გადაწყვეტოთ საკითხი ხო ხო რაღაცა მაგაღებოთ მოდი გადაწყვეტოთ საკითხი ანუ მიმყავს თანამშრომლებისკენ მაქსიმალურად ხო ხო და როგორც კი გადაიყვანთ საქმე თუ გადავიდა საქმეში უკვე ერთი ნაბიჯით წინ ხართ რა და მე უკვე იმის მიხედვით რაზეა საუბარი და მოდი რა გავასწოროთ ეს საქმე თუ რაღაცა ის საქმე და აი ეს მომენტია რომ დაპირისპირება როცა აი ეს გეჩხუბება და შენ ჩხუბში შედიხარ თქვენ შედიხართ მის სცენარში ანუ ის მართავს სიტუაციას ანუ ჩვენ და დავრჩეთ საკუთარ როლში, საკუთარ სცენარში. თქვენ უნდა წარმართოთ, ექიმი ხართ თუ ვინც ხართ, თუ ურთიერთობაში ერკვევით, ურთიერთობა უნდა წავიდეს თქვენი სცენარით და არა მისი სცენარით. იმიტომ რომ ვისი სცენარითაც მიდის, ის აკონტროლებს სიტუაციას და თუ იქითაც მეორე მხარის სცენარი თვითონ უკონტროლოა, სიტუაციაც უკონტროლო იქნება. გასაგები, ანუ უფრო მეტი პასუხისმგებლობა თუნდაც ამ ურთიერთობაში. მოკლედ, საბოლოო ჯამში ამ ექიმებმა კეთილი ინებონ თუნდაც რომ უკეთესად იგრძნონ თავი, ვიდრე ეხლა გრძნობენ, მეტი ყურადღებით მოეკიდონ კომუნიკაციის და ურთიერთობებს. ეს არ არის და თან იცი რა თემა, მე არ ვიცი როგორ შეიძლება ადამიანს ეს არ აინტერესებდეს, იმიტომ რომ უნივერსალური თემა. მარტო პაციენტთან არ გამოგადგება. სახშიც გამოგადგება ოჯახის წევრებთან სალაპარაკო. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. ხო და მაღაზე ვამბობ და აქ მეტი დახვეწა აი ამაში საკუთარი შესაძლებლობების. შეიძლება აი ძალიან მაგარი სპეციალისტი იყო და თამაშგარე მდგომარეობაში დარჩეთ, იმიტომ რომ ურთიერთობები არის. შეიძლება იმის მეექვსედი იცოდეთ ვიდრე იმან, მაგრამ ურთიერთობებში ერკვევოდ და ყოველთვის იქნებით პირველ ადგილს. ხო და ამის ნიველება თავისთვის წამგებიანი, თავისი პიროვნულისთვის, კარიერისთვის და რაღაც. ის რომ გითხარით, აგერ სიკვდილიანობის მაგალითი მოვიყვანთ, რომ სოციალური ფაქტორები კლავს. სოციალური ფაქტორები წარმოგიდგენთ, ანუ ურთიერთობების არასწორი რაღაცები, სტატისტიკა გიჩვენებს. ესე იგი ჩემი როგორც ექიმის თვის მნიშვნელოვანი საკითხია. ეს არ არის რომ მე არ მეხება, ხო? ჯანმრთელობას უწყობს, ანუ პირიქით უშლის ხელს.
ასე რომ რაც თქვით, უნდა წახვიდეთ პროფესიონალიზმის. ალბათ ეს ის საკითხია, რომელიც ყველა ექიმს ყველაზე მეტად უნდა აინტერესებდეს. როგორი უნდა იყოს სწორი კომუნიკაცია მათი, როგორც პაციენტთან, ასევე კოლეგებთან. და თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ჩვენ რო პირველად ვისაუბრეთ, რომ იგივე ვთქვათ, ოჯახში არ არის მნიშვნელოვანი კომუნიკაცია. დასწავლადია ბატონო ზურა ეს და აღარ გავაგრძელებ დიდად ჩვენ საუბარს. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდეთ ჩვენს სპენელს. დასწავლადი არის თუ სურვილი მაქვს, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ სხეულზე უფრო, ვიდრე გონიერებას. ახლა ჩვენ ვუყურებთ, რომ წონა არ გაგვექცეს, რაღაცა არ გაგვექცეს. სულ ვამბობ იმას, რომ იმის მეხუთეთი ყურადღება რო დაუთმოთ გონებას და გონება ნიშნავს იმას, რომ რასაც ჩვენ სხეულს ვუთმობთ, სერიოზულად კარგად გვექნება. მაგალითად, ნახე, გავიდა 2 კვირა, არაფერი არ მომატებია თავში და ამის განგაში სარტეხავ. 4 წელი გავიდა და კიდე არაფერი არ მომატებია და წონაზე ტეხავ განგაში. სახსრები რომ აწუხებს, ექიმთან მივდივარ, მაგრამ ამას არ უყურებ, რომ განვითარდე. და ერთადერთი მე არ ვამბობ, რომ ყველაზე მეტი თუ რაღაცა უმნიშვნელოვანესია ურთიერთობების ცოდნა. და რატო ამ? იმიტომ რომ ურთიერთობა არ გაქვს შენ მარტო პაციენტთან, ურთიერთობა შენ გაქვს შენ თავთანაც. კოლეგებთან როგორი რთულია? კოლეგები ეს გარეთ არის, შენ თავთანაც გაქვს. შესაბამისად, თუ ჩვენ გარეთ ვიღაცას ცუდს ვეტყვით და ცუდად იქნება და კარგს ვეტყვით და კარგად ხდება, ხო, შინაარსთან გამომდინარე, ზუსტად იგივეა. შენ ცუდად ხარ, შენ თავთან არასწორი ფიქრებისგან. შენ ვერ აღწევ შედეგს, რაღაცა რო გინდა მიაღწევ, იმიტომ რომ არასწორი კომუნიკაცია გაქვს საკუთარ თავთან. მე თუ შემიძლია თქვენი მოტივირება გარედან, ხო, სიტყვაზე რაღაც გააკეთებინოთ, რაც შეგაკოთ. და საკუთარ თავს მოტივირება რატო არ შემიძლია? კანონზომიერება ერთ და იგივე. აბსოლუტურად ერთი და იგივე. ამიტომ ნახე, იმისთვის რომ მე პერსპექტივაში უფრო მაგარი ექიმი გავხდე, პროფესიონალურად საკითხი, მე უნდა ვისწავლო ჩემ თავთან ურთიერთობა. იმისთვის რომ კიდე უფრო მეტი პაციენტი თუ რასაც ესენი მიისწრაფიან, რომ ბევრი ყავდეს, მე უნდა ვისწავლო ადამიანთან ურთიერთობა. ანუ ცენტრალური საკითხი. განვითარების. და სხვათა შორის ძალიან წყდებათ ხოლმე გული, თქვენ სწორად აღნიშნეთ, მე ვიცნობ ძალიან ბევრ კარგ ნიჭიერ ექიმს, რომელსაც არ ყავს პაციენტი, იმდენი, რამდენიც ყავს მის კოლეგას, რომელზეც ამბობენ, რომ ნუ არც ისეთი დიდი ცოდნა აქვს. და თან რო ამბობენ, ნამდვილად ვიცი, რომ ამ შემთხვევაში მართალს ამბობენ, რომ ვიცნობ იმასაც და უბრალოდ ძალიან ყურადღებიანია, ძალიან ტკბილია და ყველას უნდა იმასთან. არის ეგეთი მეც ვიცნობ. და აი სწორედ იგივე ბევრი პაციენტის საიდუმლოც არის სწორი კომუნიკაციის უნარების ცოდნა, სტანდარტების ცოდნა და საკუთარი ემოციების გაკონტროლება. რაღაცას რომ მოკიდებ ხელი ექიმი ხარ თუ ვინც ხარ, იმ საქმეში მიდი რა ბოლომდე პროფესიონალი გახდი რა. ნახევრად პროფესიონალი რა თქინდა. და ალბათ მე თვითონ შინაგანთაც ძალიან კმაყოფილი ხარ და ბედნიერი, როდესაც სრულყოფილად გრძნობ რომ შენს პროფესიაში, შენს საქმეში. რა პროფესიაშიც გინდა პროფესიონალი გახდით, არასდროს თქვენ თამაშგორ მდგომარეობაში არ აღმოჩნდეთ. ელიავზე რო ჩახვიდეთ, 500 კაცი დგას იქ კაფელის გასაკრავად. თქვენ იქიდან არ აყავთ. ნახე ელოდები ვიღაცას, როდის მორჩება სხვასთან რემოს, იმიტომ რომ იცით რომ პროფესიონალი. იურისტი ხო, ყვა რო აგდო, რა ვიცი, თავში მოხდება. აბა თქვენ მაგარი იურისტი მონახეთ. ძალიან გაგიჭირდება. და ის თუ ვინმე მაგარია, ეხლავე დასაქმდება. ანუ მუდმივად უნდა ვიზრდოთ. ანუ რო ხარ პროფესიონალი, აფის არ გეშინია, წყნარად ხარ, ეთიკური გაქვს, შენი პრინციპები გაქვს, ამაბატი და ფულზე არ აწყობ ცხოვრებას რა. არ აწყობ. იმიტომ რომ რაღაცებს შენ თავს არ მიცემ უფლებას გააკეთო რა. ეს ძალიან კარგია, გითხარით საზოგადოებისთვისაც, პაციენტისთვის და საკუთარი თავით კმაყოფილებისთვის. საკუთარი თავით კმაყოფილი და საკუთარ თავთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანი ალბათ არის ძალიან ბედნიერიც და მშვიდიც. კი ბატონო. ბატონ ზურა, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს კი შევახსენებ, რომ დღეს მეგისაჯაია სამედიცინო პოდკასტის სტუმარი გახლდათ ფსიქოლოგი ზურა მხეიძე. კარგად ვსანდებოდეთ.